გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს არის თებერვალი 27. ჩვენ ვიმყოფებით გორის სათბურებში. აქ არის 3 გექტარი სათბურები, თანამედროვე სათბურები. კი ბატონო, საქმე უკვე დაძველდა, მაგრამ მაინც მუშა მდგომარეობაში არის და ვიწყებთ აქ მუშაობა. რა არის საინტერესო? ჩვენ დავიწყეთ ახლა ჩვენ არხზე დიდი ციკლი, გადაცემების ციკლი, სადაც ჩვენ განვიხილავთ ყველა კულტურები, ხეხილი, ბოსტნეული და მათ შორის სათბური. სათბურში ჩვენ გვინდა გავაჩვენოთ რა პოტენციალი გვაქვს საქართველოში. ძირითადი პრობლემა რა არის? არა მარტო მოყვანის პრობლემა არის, რეალიზაციის პრობლემა. ეხლა ჩვენ მუშაობთ, ესე იგი, გვაქვს შეკვეთა, აი ზუსტად 3 გექტარი, რასაც აქ შემოვა პროდუქცია, ჩვენ უკვე გვაქვს კონტრაქტებით უკვე ესე იგი არანაირი პრობლემა გასაღების პრობლემა ჩვენ არ გვექნება, ეს ყველაფერი გაიყიდება. უკვე დადგა და გაიყიდება სად? არა შიდა ბაზარზე, ეს არის საექსპორტო ბაზარზე გავა ეს ჩვენი პროდუქტი. ეგეთი პროექტი არ ყოფილა საქართველოში, ეგეთი მასშტაბური პროექტი, სადღაც 800 ტონა აქედან გავა ექსპორტზე. და ჩვენ ვაჩვენებთ ეს ყველა ნაბიჯები, ესი მოყვანის პროცესი. აქ ჩვენ მაგას გავაკეთებთ ერთობლივად ბატონი დათოსთან. დათო არის აგრონომი, სპეციალისტი, ანუ დათოს ხელში იქნება ეს მთელი პროცესი მოყვანის, სადაც ჩვენ ერთობლივად გავაკეთებთ, განვიხილავთ ყველა პრობლემები, წერტილები, რომ ყველა გაიგოს ტექნოლოგიები, სწორი გადადგმული ნაბიჯები, რომ არ დაუშვას შეცდომები მომავალში, ვინც დაინტერესდება ამით. თუ დაგჭირდებათ ბიზნეს პროექტი, ბიზნესის კუთხით, ჩვენს დაგეხმარებით, თავარი არის თქვენ შეხედეთ, დაწყუნდით, რომ ეს ყველაფერი გაკეთებადია და ჩვენ ხელს შეგიწყობთ, რომ მოხდეს რეალიზაცია ხარისხიანი პროდუქტის. ეხლა რა ეტაპზე ვართ? უკვე თქვენ როგორც ხედავთ ეკრანებზე უკვე აღმოცენება ჩითილების მცენარის მოხდა. რამდენი არის დაახლოებით თესლი, გადათესილი? 60,000. 60,000. ნუ ეს არის 3 გექტარის რაოდენობა. აქ ესე იქნება მოყვანილი სუბსტრატზე, ეს აქ მიწა არ არის, იქნება სუბსტრატ ჰიდროპონიკაზე. აქ მთელი ილეთები თქვენ რასაც იცით, ჩვენ ეს საიდუმლო არ იქნება ჩვენ ყველაფერს გაჩვენეთ და გასწავლით. ეს პროდუქცია გავა ქსელში პირიქროსტაკ, ეს არის X5 რიტეილ ჯგუფი რუსეთში. იქნება დაფასოებული. ანუ ჩვენ შევდივართ მაღალფასიან სეგმენტში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ჩვენ არ შევალთ იაფასიან სეგმენტში, პრემიუმ კლასის სეგმენტი. მაგაზე მაღლა არ არსებობს უკვე დაფასოებული პრემიუმ კლასის სეგმენტი. ეხლა კიდე რა შეგვიძლია დავამატოთ, თქვით როგორ ვიწყებთ, სად წავა ჩვენი პროდუქტი. მე მგონი ამ ეტაპზე ჯერჯერობით სულ ეს არის. ჯერჯერობით სულ ეს არის. ჩითილის ფაზაში ვართ. მივყვებით ახლა შემდეგი ეტაპი არის უკვე კუბიკებში გადატანა. ნელ-ნელა უფრო საინტერესო იქნება. ყოველი კვირა საინტერესო და ახალი კუბები შეგვიძლია მივაწოდოთ. პროექტი გრძელვადიანია, წლის ბოლომდე ეს რაც მნიშვნელოვანია უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ღია ვართ როგორც აგრონომიული კონსულტაციისთვის, ნებისმიერი დაგვიკავშირდეს და თუ რა შეგვიძლია კითხვები აქვთ. მობრძანდით. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში ეს მიმართულება განვითარდეს და ახლა დაინახოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები არც ისე საშიშია როგორც გონია. ზუსტად. თავი არის რეალიზაციის საკითხით ჩვენ გადავწყვიტეთ. ეხლა ჩვენ გვჭირდება ბევრი მაღალი ხარისხის პროდუქტი. გაგცურვილი, მობრძანდით, ისწავლეთ, ნახეთ თავისი თვალით და ეგრე ძალ ერთობაში. სწავლაც შეიძლება, რომ შევთავაზოთ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ტრენინგები. იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში აგრონომია. აქტიურად არ აქვს აგრონომია. საინტერესო იქნება ჩვენთვისაც და სამომავლოდ აუცილებლად საჭიროა რომ ვიღაცამ რაღაცა ისწავლოს. აი ზუსტად, ახალგაზრდებო, ეს არის ძალიან პერსპექტიული მიმართულება. აგრონომია საქართველოში ფაქტობრივად ეხლა არ არის განვითარებული, მაგრამ აქვს ძალიან უდიდესი პოტენციალი. ამიტომ გთხოვთ, მობრძანდით, ერთად ვისწავლოთ და ჩვენ ყველა ცოდნა გამოცდილება გავიზიარებთ.
ჩვენი კარი ღია. ხო, ну დავიწყოთ და მომავალ შეხვედრამდე.